რა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში სულ მალე? მეგობრებო, მოგესალმებით, როგორ ხართ? მადლიერებით აუცილებლად უნდა დავიწყო. დღევანდელი და ყველა საჯარო გაშლა იწყება ყოველთვის მადლიერებით. მადლობა პირველ რიგში მადლობისათვის, ბევრწლიანი ერთგულებისათვის, მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, აქტიურობისათვის, ლაიქისთვის, დისლაიქისთვის, იცით ორივე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მისაღები და მადლობა თქვენი გულწრფელი სიყვარულისათვის. დღევანდელი თემა, რომელსაც მე თქვენ შემოგთავაზებთ, ეს არის სიახლე, რომელიც გარდაუვალია, ცვლილებები, რომლებიც გარდაუვალია და ჩვენ ახლა ვნახავთ სულ ახლო მომავალში რა იქნება ეს გარდაუვალი ცვლილებები და სიახლეები თქვენს რეალობაში. შესაბამე ნახოთ ვარიანტი პირველი რა სიახლეები გელოდება თუ ახლოს მომავალში, ვარიანტი 2 და ვარიანტი 3 გარდაუვალი სიახლეები და ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. ძვირფასებო ვეცდები, რომ ყველანაირი ინფორმაცია მოგაწოდოთ, რა თქმა უნდა, შელამაზების და შეფერათების გარეშე, თუ კი იქნება არც თუ ისე სასიამოვნო ცვლილებები, რა თქმა უნდა, ამასაც გაგიზიარებთ. იმიტომ რომ ჩვენ ამ საჯარო გაშლაში განვიხილავთ ნებისმიერ ცვლილებას და ნებისმიერ სიახლეს. პირველი ვარიანტი ამონიტი, მეორე ვარიანტი წითელი იასპის ნიჟარა და მესამე ვარიანტი გვექნება მთის ბროლი. ახლა დახუჭეთ თვალები და კითხეთ სამყაროს, კითხეთ ტაროს არკანებს, კითხეთ მე. რა ცვლილებები მელოდება სულ მალე? როდესაც თვალებს გაახელთ, თქვენი ვარიანტი, თქვენი მინერალი, თქვენი მზერა პირდაპირ მიეწებება თქვენს არკანს, თქვენს მინერალს, სადაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი ინფორმაცია ინახება. მზად ხართ? მე ვიწყებ ვარიანტი პირველი, twins ვერ მოასწარეთ და აპაუზეთ ეკრანი და ისე ჩაიფიქრეთ. პირველი ვარიანტი ამონიტი. ვნახოთ რა არის ის ცვლილებები, რომელსაც უახლოეს მომავალში თქვენ მიიღებთ. და ეს არის ქორომი ქალი. თუ კოლეგები მისმენთ, ძალიან საინტერესო ინფორმაცია მაქვს თქვენთვის. ეს არის კიდევ ერთი საფეხურით, კიდევ ერთი გაცნობიერებული ნაბიჯის გადადგმა მაგიურ სამყაროში, კიდევ ერთი საფეხურით გაცნობიერებული სამყარო, კიდევ ერთი საფეხურით გაზრდილი ცნობიერი, გაზრდილი შესაძლებლობები მაგიურ სამყაროში. სულ მალე ეს შეიძლება ასევე ნიშნავდეს იმას, რომ თქვენ იპოვით კონკრეტულ მიმართულებას, შეიცვლით კონკრეტულ სფეროს სისტემა, გავიდა ერთი სისტემიდან, შევიდა მეორეში. გარკვეული ახალი მიმართულებების, მიმდინარეობების შესწავლა, აღება, გაცნობიერება. მოკლედ ახალი საფეხური და ეს არის უფრო მეტად შიდა პროცესები, რა თქმა უნდა, მაგიური პროცესები ყოველთვის ჯერ შიდა პროცესებს აჩვენებს და შემდგომ უკვე ეს როგორც გადამუშავებული ბრილიანტი ისე გამოგვაქვს ზედაპირზე. აი ამ პროცესებში იქნებით სულ მალე თქვენს ცხოვრებაში და თქვენს რეალობაში შემოდის ქურუმი ქალი, ანუ შემოდიხართ თქვენ როგორც მაგიურად ეზოთერიულ შემეცნებითად კიდევ უფრო მეტად გაზრდილი და შესაძლებლობებ მომატებული ადამიანი. ძალიან კარგი. კიდევ ერთი არკანით ვნახოთ. კიდევ უახლოეს მომავალში რა ცვლილებები გელოდებათ. რა ცვლილებები გელოდებათ. ჩამოკიდებული კაცი. თასების მეფე.
ხუთიანების პენტაკლები. კონკრეტულ მამაკაცთან დაკავშირებით გარკვეულ გადაწყვეტილებას მიიღებთ. კონკრეტული ადამიანი, რომელიც იგრძნობთ, რომ გარკვეულ დისკომფორტს გიქმნით. ამ ადამიანთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება გადაწყვეტილება მიღებული. და ეს გადაწყვეტილება უფრო მეტად იქნება სამყაროს მხრიდან მიღებული, ვიდრე თქვენ ჩაერევით ამ პროცესებში. თუმცა მე მას არ გამოვრიცხავ, რომ აქ რა თქმა უნდა თქვენი ჩართულობაც იქნება, მაგრამ თითქოს სამყარო გეკარნახებთ, როგორ და რა მიმართულებით უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით. წუთით მე აქ ერთი კითხვა მაქვს. კარგანი მეტლე. კი, რაღაცა სირთულე გადაიჭრება. გარკვეული სირთულე გადაილახება. გამოჩნდება პერსპექტივები ამ სირთულეების გადალახვის და თქვენ ამ პერსპექტივებიდან, ამ გზებიდან ყველაზე სწორს აირჩევთ. ეს ეხება ნებისმიერ ურთიერთობას, პარტნიორულს, მეგობრულს, კოლეგიალურს. ყველაფერი მოიასრება ამაში. ასე რომ სულ მალე თქვენ გელოდებათ პირველ რიგში ბევრი მაგია თქვენს ცხოვრებაში, ბევრი ქვეცნობიერი და ესეთი საინტერესო მაგიური პროცესები და ასევე გელოდებათ ის, რომ კონკრეტული ადამიანის ირგვლივ მიიღებთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სამყაროსთან ერთად ჩართულობით. შესაძლოა ეს იყოს გარკვეული მაგიური პრაქტიკაც, ამასაც არ გამოვრიცხავ, ხო? იმიტომ რომ სიტუაცია, ეს ჩამოკიდებული კაცი თასების მეფესთან ერთად, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი რაღაცნაირად თქვენს მიმართ მოქმედებს სულად. არა, ეს ნიშნავს, რომ ეს არის მამაკაცი ადამიანი, რომელიც თავად არის მე-12 არკანის ქვეშ, ანუ თავად არის რაღაც ემოციურ, არასტაბილურ მდგომარეობაში, სადღაც ლიარვულ არეჯანსაღ ენერგიებში, ხო? სადღაც პარაზიტულ ენერგიებში. და ესე იგი, აი ამ ადამიანის ირგვლივ ძალიან სწორად თქვენთვის გადაწყდება გარკვეული სიტუაცია, ხო, რაც ამ ადამიანთან თქვენ გაკავშირებთ. კონკრეტულ მიმართულებას ვერ გეუბნებით სიტუაციურს, იმიტომ რომ შეიძლება იყოს უამრავი რამ. რაოდენ და რადგან აქ საჯარო გაშლა არის რთული და არასწორი იქნება ჩემი მხრიდან, რომ რაღაც კონკრეტული აქცენტები დავსვა, თუ რას ეხება ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს ყველაფერი ძალიან მაგიური იქნება. თითქოს მთელი სამყარო გიკარნახებთ, თუ როგორ და რანაირად უნდა აირჩიოთ აღნიშნული გზებიდან ყველაზე სწორი გზა და როგორ გადაჭრათ ეს პრობლემა, ხო? ეს შესაძლებელი ასევე ეხებოდეს კონკრეტულ სირთულეს თქვენსა და მამაკაც შორის, ხო? კონკრეტულ პრობლემას, რომელიც წარმატებით გადაიჭრება. ან თავად შესაძლებელია მამაკაცი იყოს გარკვეული პრობლემური ენერგიების ქვეშ და ამ ყველაფრის ირგვლივ თქვენ ძალიან სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ძალიან სწორს და ძალიან სამართლიანს და მთელი სამყარო დაგიდგებათ გვერდით. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი დიდი სიყვარულით და გადავედით მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი, წითელი იასპის ნიჟარა, ვინც აირჩიათ, თქვენ რა გელოდებათ სულ მალე, რა გარდაუვალი ცვლილებები გელოდებათ. ათიანების პენტაკლები. ათიანების პენტაკლები ერთის მხრივ ძალიან კომფორტული, ძალიან კარგი, ძალიან ლამაზი არკანია, რომელიც ერთგვარ სისრულეში მოყვანას აჩვენებს ათიანი ყოველთვის ციკლის დასასრულს აჩვენებს, დასმულ წერტილს აჩვენებს, გაკეთებულ აქცენტებს აჩვენებს. ეს ყველაფერი ეხება ოჯახს, საგვარეულოს, სახლ-კარს, კარ-მიდამოს, რაღაცის დასრულებას ამ თემებთან დაკავშირებით, ხომ? რაღაცის წერტილის დასმას. თუმცა ეს ასევე შესაძლებელია ნიშნავდეს იმას, რომ ეს არის გაფრთხილება, რომ შესაძლოა დიდი ხანია ჩაჭიქი კომფორტის ზონაში და დროა გაიღვიძა, დროა გამოფხიზლდა. გელოდებათ სულ მალე რა ცვლილებები მეორე ვარიანტი.
ცვლილებები ნამდვილად იქნება. ხო, ნახეთ, აი ამიტომ თქვი, რომ შესაძლებელია იჯდეთ გარკვეულ კომფორტის ზონაში თქო და რაღაცების დანახვა არ გინდოდეთ. აქ პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი უბრალოდ ხომ, ძალიან გასაგებ აქცენტებს სვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ცვლილებების დრო ისედაც მოვიდა, იმიტომ რომ სხვანაირად არ იქნება პროგრესი და არ იქნება განვითარება, მიხვდით ხომ? არიან თქვენს რეალობაში ადამიანები, თან შესაძლოა აბსოლუტურად საყვარელი ადამიანები იყვნენ, ხო, რომლებიც აფერხებენ თქვენს განვითარებას, პირდაპირ გეუბნებით, აფერხებენ თქვენს განვითარებას, გამოხატავენ პროტესტებს, გამოხატავენ პრეტენზიებს, გამოხატავენ უკმაყოფილებას, ხო? იმიტომ რომ შესაძლებელია არ გქონდეთ ამ ადამიანებს იმის სურვილი, რომ თქვენ გახვიდეთ მათი კომფორტის ზონიდან. დავუსვით საკუთარ თავს ისეთი კითხვა, კომფორტის ზონაში მინდა რომ ვიყო თუ სხვისი კომფორტის ზონაში ვარ და მინდა რომ ჩემ თავს დავაჯერო, რომ არა ეს ჩემი კომფორტის ზონა მე აქ კარგად ვარ, იმიტომ რომ აქ ეს ნაკლებად ჩანს, აქ ეს ნაკლებად ჩანს და შესაბამისად თითოეული თქვენი გაფართხალება, მოდი ასე ვთქვათ, ხო, მცდელობა შესაძლებელია ვიღაცებს არ მოეწონოთ, ხო, იყვნენ წინააღმდეგები, გითხრან წარწარე სიტყვები, ხო, რასაც ვეძახით გაუფასურებას თქვენი სურვილებისა, მაქსიმალურად მცდელობას იმისა, რომ თქვენი არჩევანი ეჭქვეშ დააყენონ, ხო? მაგრამ მე შემიძლია გითხრათ, რომ სულ მალე ის ცვლილებები გელოდებათ, რომ რაღაც დამოუკიდებელ გზას იპოვით ძალას იმისა, რომ დამოუკიდებლად ესე იგი აიღოთ პასუხისგებლობა კონკრეტულად საკუთარ არჩევანზე და იმის სურვილზე თუ რა გინდათ რომ გააკეთოთ ცხოვრებაში, ხო? ანუ ნახეთ, მიუხედავად სირთულეებისა, თქვენ მაინც შეეცდებით და არა მხოლოდ შეეცდებით, არამედ მოიყვანთ რეალობაში საკუთარ სურვილებს იმისა, რომ რაღაცა ახალი გააკეთოთ, შექმნათ, ისწავლოთ, ახალი გეგმები, ახალი მიზნები დაისახოთ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ განმეორდები იქნება იმის შეგრძნება, რომ მე მარტო ვარ, ჩემი არავის არ ესმის, თქვენ მიხვდებით, რომ საბოლოო ჯამში არც არავის არ უნდა ესმოდეს, იმიტომ რომ თქვენი გეგმები და თქვენი მიზნები არ კარგია, როდესაც ესმით, მაგრამ უნდა ესმოდეთ, არ გამოდის, ხვდებით, ხო? ამ შემთხვევაში მიხვდებით, რომ თქვენით მარტომ უნდა შეძლოთ იმდენი და გააკეთოთ იმდენი, რომ ვერავინ ვერ შეარყიოს თქვენი რწმენა იმაში, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ. და თქვენ დაიწყებთ თქვენი საზღვრების დაცვას, თქვენ დაიწყებთ საკუთარი ენერგიების დაზოგვას, თქვენ დაიწყებთ საკუთარი პოზიციების გამაკრებას, ხო? და ერთი რჩევა მექნება თქვენთან მეორე ვარიანტი. ხშირად იმუშავეთ გზაჯვარედინის ენერგიებთან, გზაჯვარედინზე. გარკვეული პრაქტიკები არ გაწყენდათ გზების გახსნისთვის, მაგალითად, ხო? კარგი იქნებოდა. ხო, აქვე პრაქტიკებთან დაკავშირებით გამახსენდა. თუ კი სურვილი გაქვთ ჩემთან დახურულ ჯგუფში ადეკვატური და თანმიმდევრული მაგიური საფუძვლების და ეზოთერიული შემეცნებითი მიმართულებით ეტაპობრივად და ენერგეტიკულად გამართულად გაზრდა და განვითარება შეგიძლიათ შემომიერთდეთ, სადაც უკვე მალე 2 წელი შეგვისრულდება. ერთი დიდი ოჯახი ვართ, რომელიც 1000-კაცზე მეტ ადამიანს მოიცავს.
სურვილი გექნებათ მზის ადამიანის გვერდს მისწერეთ და ადმინისტრატორი დაგეხმარება თუკი თქვენით ვერ მოახერხებთ დახურულ ჯგუფში გაწევრიანება. ჯგუფი ფასიანია, აქვე გაფრთხილებთ, აქვე გაითვალისწინეთ ეს მომენტი, რომ შემდგომ არ იყოს ესეთი არასასიამოვნო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მე უფასო მეგონა და როგორ ყველაფერი ფასიანია. რას ვიზამთ მეგობრებო? ხო, ყველაფერი დღესდღეობით ენერგიის გაცვლა, მხოლოდ და მხოლოდ, მეტი არაფერი. ვისაც რაიმე ეძვირება არ მოსწონს, რა თქმა უნდა, გზაგრძელია, მასწავლებლებიც და გურუებიც, ბევრი ყოფს ქართულ ეზოთერიულ სივრცეში, შეგიძლიათ გვერდზე მოიძიოთ უფასო მასწავლებლები. ხო, რომლებიც მზად არიან, რომ ჩემზე მეტად კეთილგანწყობილად მიუდგნენ თქვენს სურვილებს და თქვენი პრობლემების მოგვარებას. ასე რომ ჩემო ძვირფასო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცოტა სარკაზმული იყო ხა ჩემი ეს საუბარი, მაგრამ მიხვდებით, რომ ყოველ შემთხვევაში ამ სარკაზმში დიდი სიმართლეა. მეგობრებო, ხო, ეს არის, ცვლილებებში იგულისხმება ზუსტად ეს თქვენ შემთხვევაში. ეს იგულისხმება. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ მაინც არად დააფიქსირებთ თქვენს პოზიციას, თქვენს აზრს, დაიცავთ თქვენს რესურსს, თქვენს ენერგიას. რესურსი იგულისხმება ყველანაირი რესურსი და ყველანაირი ენერგია. და ერთ მნიშვნელოვან რამეს მიხვდებით, ოჯახია, მაგრამ თქვენ ხართ ცალკე აღებული პიროვნება და შესაბამისად ორი ვარიანტია. ან თქვენ ასრულებთ გარკვეული ადამიანის ცხოვრებაში ჭანჭიკის როლს და მის სამყაროში ტრიალებთ, ან თქვენ სამყაროს ქმნით და თქვენ სამყაროში ქმნით იმ წესებს, იმ საზღვრებს, იმ რეალობებს, რომლებიც თქვენ გინდათ. ეს არის და ეს მთავარი თქვენთან მოახლოვებული ცვლილებები. მომწონს როგორც მიუდგებით საკუთარ პოზიციებს, საკმაოდ ძლიერად, საკმაოდ კარგად, ცოტა ნერვებს მოგიშლიან, მაგრამ თქვენსაც მაინც გააკეთებთ, მე ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს. მესამე ვარიანტი, მთისბროლი, ვინც აერჩია, თქვენ რაც ცვლილებები გელოდებათ სულ მალე. თესების დოზი, ძალიან დიდი სიხარული მოდის თქვენთან. მოულოდნელად რო არ ელოდებოდით ისეთ ასრულებულ სურვილს ვხედავ აქ, ხო? ეს არის საჩუქარი შეიძლება იყოს. სამყაროსგან დაალოცვა ჩანს აქ. თქვენ დაიმსახურეთ სამყაროსგან ესეთი მოულოდნელი სიხარული საჩუქარი ბედნიერება და არ დაგავიწყდეთ, რომ საჩუქრებისთვის საჭირო მადლიერება. ყველაზე პატარასთვისაც კი. ასე რომ მადლიერება არ დაგავიწყდეთ, ხო? მადლიერება არ დაგავიწყდეთ. ასეთები ვართ ადამიანები. კარგი მომენტები ძალიან ცოტა ხანი ვყვება, მაგრამ ნეგატიური მომენტები შეგვიძლია წლები ვატრიალოთ. პირიქით, ინადირეთ ბედნიერებას. ძალიან კარგი. კიდევ რა ცვლილებები გელოდებათ? არკანი ძალა, ულამაზესი. კვერთხების მეფე, როგორი გახსნილები იქნებით შემოქმედებითად, პენტაკლების მეფე და არკანი მაგი. ძალიან გახსნილი იქნებით შემოქმედებითად, ძალიან ღია იქნებით შემოქმედებითად, ძალიან ძლიერი იქნებით. იმდენად ძლიერი, იმდენად ლამაზი და იმდენად ახსავსე, რომ ვერავინ და ვერაფერი ვერ გააფუჭებს თქვენს გუნებას და თქვენს განწყობას, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ამის მცდელობები იყოს სხვათა შორის, ხომ? მე კიდევ ერთი მომენტს გეტყოდით აქ, რომ ეცადეთ არ გაასესხოთ ფული, იმიტომ რომ ეს არ იქნება თქვენი მხრიდან სწორი საქციელი, იმიტომ რომ ჩანს ეს მომენტი, რომ შესაძლებელია მოვიდეს კონკრეტული ადამიანი და გთხოვოთ ფული. გთხოვოთ ფული, მოისაწყლოს თავი და როდესაც ძირითადად ნახეთ, როდესაც კარგად ხართ, როდესაც ენერგიული ხართ, როდესაც წარმატებული ხართ, სურვილები გისრულდებათ,
დააკვირდით ირგვლივ, ხო? უცებ ჩდებიან პარაზიტები, რომლებსაც თქვენი წარმატების დამცხრიდან დიდი გემრიელი ნოყიერი ნაჭრის შეჭმა უნდა, ხო? აი ზუსტად აქ ეს მომენტია, ხომ, როდესაც თავს ძალიან კარგად სავსეთ და ბედნიერად იგრძნობთ, მაშინ გაახსენდებათ ყველას როგორი კარგი და როგორი საყვარელი ხართ და როგორი მზრუნველი ხართ და როგორი ლამაზი ხართ, ხომ? ჩემო ძვირფასებო, კაი, ნახეთ, თქვენ რეალობაში ახლა შემოვლენ წარმატებული და წარუმატებელი ადამიანებიც მიხვდით, ხომ? მოცვლილებები ის იქნება, რომ აი ამ თქვენს სიხარულის ენერგიებში, როდესაც ასე კარგად იქნებით, ძლიერი იქნებით და ლამაზი იქნებით და გაფურჩქნული იქნებით და მოკლედ თქვენი ძალების და სიხარულის ზენიტში იქნებით, დააკვირდით ადამიანებს თქვენს ირგვლივ, ხო? ეცადეთ რომ იყოთ მაგნიტი ისეთივე წარმატებული ადამიანებისა, როგორიც მაგალითად გინდათ რომ თქვენ იყოთ, ხო? ყოველთვის მოусმინეთ წარმატებულ ადამიანებს, მათგან აიღეთ რჩევები, ხო? და მათგან აიღეთ ყოველთვის მოისმინეთ მათი ისტორიები, ძალიან ბევრს მოგცემთ. აქ ადამიანები ყველაფერთან ერთად დაგეხმარებიან, წარმატებული, კარგი ადამიანები დაგეხმარებიან გარკვეული პრობლემების მოგვარებაში, ხომ? დახურავენ თქვენს გარკვეულ პრობლემებს, ჩახურავენ თქვენს სირთულეებს. მთლიანობაში ეს არის ძალიან კარგი არკანები, ხო? ნახეთ, თითქოს სამყარო გიგზავნით ისეთ ადამიანებს, რომლებშიც ძალიან ცხადად დაინახავთ. აი ეს ადამიანი შუა არ იარსებებს. დაინახავთ ადამიანი, რომელიც მარტო მომეცით მოვა თქვენთან, მაგრამ ასევე დაინახავთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც თითქოს იმ საჩუქრისა და სიხარულის ზემოთ კიდევ სამყარო გიმატებთ და ბონუსად და გეუბნებიან, აი ეს ადამიანი მოვიდა შენთვის, იმიტომ რომ შენი სირთულე მოაგვაროს, შენი პრობლემა მოაგვაროს, დაგეხმაროს რაღაცის გადაჭრაში და გადაწყვეტილებაში, ხო? ასე რომ კარგი გადარჩევის პერიოდი იქნება უახლოეს მომავალში თქვენთვის და ეცადეთ რომ აი ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოიყენოთ იმისთვის, რომ ცხადად შეაფასოთ ადამიანები, დაინახოთ, გადმოაფასოთ, გადაწიოთ, გადმოწიოთ და ესე იგი მიიღოთ მაქსიმუმი ბედნიერება და სიხარული ამ ყველაფრისგან და ძალიან ყველაზე ესეთი ვარიანტია, მესამე ვარიანტი, პოზიტიური, ძლიერი, დადებითი და ბედნიერი, მოდი მე ასე ვიტყოდი და გამოიყენეთ ეს შანსი სამყაროსგან და არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ არავის იმის უფლება და საშუალება, რომ თქვენი აი ეს ბედნიერების მთლიანობა რაღაცნაირად გაწყვიტოს და დაგაკარგინოთ ეს ერთიანობა საკუთარ თავთან. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ჩემო ძვირფასებო, საუკეთესო სურვილებით, მე თქვენი გემშვიდობებით, გისურვებთ ყოველივე ბედნიერს, წარმატებულს და კარგს, ჩვენ ერთმანეთს სულ მალე შევხვდებით, ძალიან დიდი სიყვარული თქვენთან იყო და არის და იქნება ნინო. სანამ ერთმანეთი არ მოგვესდება.